ამ ვიდეომ ჩემს გვერდზე 100,000-ობით ნახვა დააგროვა და იცით რატომ? იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ღალატი ყველაზე მტკინვეული და ნაცნობი საკითხია. ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვხედავ, რომ ღალატი არ იწყება ერთი კონკრეტული მოქმედებით. იზღვივდება დროთა განმავლობაში, როცა პარტნიორებს შორის ცოცხალი კავშირი წყდება. ღალატი იწყება იქ, სადაც ერთმანეთის მოსმენა მთავრდება, სადაც ყოველდღიური წვრილმანების გაზიარება ქრება. სიჩუმე უფრო კომფორტული ხდება, ვიდრე საუბარი და სახლი იქცევა უბრალოდ გაზიარების სივრცედ, სადაც ორის დასრული იწყებს უბრალოდ თანაცხოვრებას. ადამიანები ხშირად ეძებენ არა სხვას, არამედ საკუთარ თავს. იმ ვერსიას, სადაც ვიღაცისთვის საინტერესოა, ვიღაცისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი. გახსოვდეთ, რომ ფიზიკურ ნაბიჯამდე ბევრად ადრე ხდება ემოციური განდგომა. როცა წლების განმავლობაში დაგროვილი წყენა, გამოუთქმელი სიტყვები, გამოუთქმელი ემოციები გროვდება. პრეტენზიები და მარტოობა ერთ დიდ კედლად იქცევა. ამ კედლის მიღმის გახედვის სურვილი კი უფრო და უფრო დროთა განმავლობაში საფრთხდება. ეს არის სიმპტომი იმისა, რომ ორ ადამიანს შორის კავშირი დიდი ხანია უკვე ფორმალური გახდა. ყველაზე რთული კი ისაა, სანამ ეს მოხდება, წყვილები ვერც კი ამჩნევენ, თუ როგორ ნელ-ნელა კარგავენ ერთმანეთს. თუმცა ამ კედლის დაანგრევა და ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია, მანამ სანამ გვიანი არ არის. ამ ურთიერთობის გადარჩენაზე, გაციებული ურთიერთობების განახლებაზე ვმუშაობთ ჩემს პროგრამაში ურთიერთობების კოდი და ასევე, რა თქმა უნდა, პირად სესიებზე შეგიძლიათ ჩაერთოთ, რომ ურთიერთობები არის ის, რასაც მუდმივად სჭირდება სწავლა და განვითარება. გისურვებთ ნამდვილ ჯანსაღ სიყვარულს, იქ სადაც ღალატს არასდროს ექნება ადგილი.